იმედის კუნძული უბრალოდ. რა თევზს დაიჭერს, ყველა მეთევზეთა იმედის კუნძული. ეხლა ამოიღოს ჩვენი ანკესებს განახებთ რა არის და მე როგორია და მე დავწყებ თევზაობას. თევზაობას ვიწყებთ, რა მინდოდა მეთქვა. ეს პალიოსტამზე ორი ვიდეო გადავიღეთ, ერთი იყო. ბადი დაუჭია თევზი, ეხლა ანკესით. ეს ორივე თევზაობა, ანუ ფოთში ჩამოსვლა, პალიოსტომი და გამყოლი და ასე შემდეგ, ყველაფერი დაფინანსებულია კომპანია USA to Georgia's მიერ. იმიტომ რომ ძალიან მაგარი ხარხია, მაგარი კომპანია. დარწმუნებული ვარ, რომ თითქმის ყველას, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, მაგ კომპანიისგან აქ რაღაცა ჩამოტანილი ყველა ვარიანტში. და მაგ მომსახურებთ არის გასარგებლები. და კიდევ, ესეთი რაღაცა გვიყიდა. ვიცი რომ ჩვეულებრივი ანკესით ჯობია თევზაობა, მაგრამ ან არ ვიცი რა ყველა ვარიანტში, რა გამოძი რომ მეთევზე მეგრა და რაღაცა. ჩვენ ვცდილობთ ისეთი რამები განახოთ, რომელიც ამაში ანკესები ისინია, რა ქვია. ინსტრუქცია და ასე შემდეგ. ანკეს განახებთ, რითი ვაპირებთ თევზაობას. ეს გახალართულა ამაში. ესეთი რაღაცა ძალიან ორიგინალური, ეს იხსნება და ესეთი რამე ხდება, აქ დოლურა აქვს, სიმძიმე, ორი ცალი ანკესი, თვითონ ნემსკავი. მთელი მუღამი ის არის, ღილაკს დააწვევით. ანუ რომ გაისვით, მე ღილაკს დააწვევით და თვითონ წავა რა. ოდნავ მე იმას, ამ დოლურას ზემოთ აწევ და ეს უკვე ფიქსირდება. შეხედეთ ეხლა ამას დავაწვევი და ეს ჩამოადაბლა. მე გავჭედე, შემიძლია უკვე ავწიო და ტვირთი აღარ მოძრაობს. ეხლა მე ამას ჩამოვასვევ ჰიბრიდულ მატლებს. ავი ახმეტი ვერ ვიშოვნეთ რა, წესით ახავარი მომთქვეს რომ წითელ მატლზე მოდის ეს ჰიბრიდული მატლი წითელია. არანაირ დაკვებას არ უკეთებთ, უკეთებთ. არ უკეთებთ. ხო და ვნახოთ აბა რა გამოგვია. ორი ცალი